სათაური, 3 პოეტიკა, 4 პოეტიკა პირობითია. უბრალოდ როცა ამბობ ერთი არ არის და მეტია, როცა ამ 1000 უკვე ძალიან რთულია რაღაცნაირი მოძრაობა და ამიტომ 3, 4, შეიძლება 5, 6. შეიძლება ეს 4 არის დაკავშირებული სხვათა შორის ერთხელ იოსიფ ბროდსკიმ ეს რაღაც თქვა რომ სინამდვილეში ვარიანტული ესეთი მოცემულობა მეტია ვინმე ერთი. ნუ მოგეხსენებათ ყველა ტრადიციაში თითქმის ყველა ესეთ ჩვენთვის ცნობილ ტრადიციაში მთავარი პოეტი არის ერთი, ხო? ბროდსკი ამბობს, რომ ნუ სინამდვილეში არის 4, მაგრამ ვირჩევთ ერთს. რატომ 4? ნუ 4, ნუ თვითონ ესე აგრძელებს, რომ ნუ 4 ხასიათი, 4 სტიქია და ასე შემდეგ. სხვათა შორის სტიქიებს რაც შეეხება, არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო მართლა 4 წიგნი, ნუ ცოტა მეტი, მაგრამ 4 სტიქიაზე ლიტერატურასთან მიმართებაში ისეთი ფილოსოფოსის და ნუ ლიტერატურაცოდნის ფართო გაგებით გასტონ ბაშლიარის ესეთი წიგნები, უფრო სწორედ ცეცხლის ფსიქოანალიზი, წყალზე აქვს ერთი შემდეგ მიწაზე 2 წიგნი და ერთი აქ ჰაერზე. ეს 4 სტიქია, 4 ხასიათი, 4 ესეთი წელიწადის 4 დრო, ნუ ეს ძალიან ძველი სერიებია ესეთი და გვაშვირდება გარკვეული აზრით შემოქმედებით ესეთ ფანტაზიას, თქვა და ასე. ნუ კიდე პლანეტებიც ერთვებიან, აქ ნუ პლანეტა ცოტა მეტია, მაგრამ ამ ხრივ არის ძალიან საინტერესო ესეთი წიგნი 40-იან წლებში გამოვიდა გასული საუკუნის 3 თანაავტორის პანოვსკის, კლებანსკის და ზაქსლის. ქვია სატურნი და მელანქოლია. რომ ეს 4 ჰუმუსი, 4 ხასიათი, 4 დრო, 4 მეტალი, 4 პლანეტა არის რაღაცნაირად დაკავშირებული ერთმანეთთან. და კერძოდ აი სატურნი, რომელიც არის დაკავშირებული მელანქოლიასთან, ანუ შავ ნაღველთან. ხო, ეს 4 სისხლი, ფლეგმა, შავი ნაღველი, რომლებიც ეს განაპირობებენ 4 ხასიათს, ხო? ფლეგმატურს, მელანქოლიურს, სანგვინიკურს და მეოთხე ქოლერიკული. სხვათა შორის არის ძალიან საინტერესო ესეთი მომენტი, როდესაც ავთანდილი ელაპარაკება პლანეტებს, ნუ აქაც ზუსტად ეს მომენტი საკმაოდ ანტიკურობიდან მომდინარე ტრადიცია, მე გადავიდა არაბულ კულტურაში. ზუალი არის არაბულად სატურნი და კაიშანი გამიმრავლე ეუბნება ზუალი და კაიშანი, ანუ სატურნი და მელანქოლია. არის აგეთი ცდუნება, რომ ეს 4 ხასიათი და 4 გმირი დააკავშირო ერთმანეთთან და მან თვალ არ გამოდის.
გარკვეული ესეთი არის ამისი ვიქტორ ნოზაძის ციკლში გარკვეული მინიშნება. ოსმალში მას ეს სამი ავტორის ეს წიგნი არ აქვს დასახელებული, მაგრამ აქ თვალწების ზაქსლის ერთი სტატია ამ თემაზე აქვს ბიბლიოგრაფიაში. ლაპარაკია ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველებაზე, ხო? 5 წიგნი აქვს დაწერილი. თვალწები, ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება, ვეფხისტყაოსნის ბზისმეტყველება, ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება, ფერთამეტყველება, კიდე ერთი არის. ხო, და ვარსკვლავთმეტყველებაში არის თვითონ ეს საკუთრებრივ ეს ფუნდამენტური ნაშრომი, ეს ფუნდამენტური ნაშრომის, აი ამ ფუნდამენტური ნაშრომის ამოსავალი არის ცნობილი გრავიურა ალფრედ დიურერის, სადაც არის მელანქოლიის ანგელოზი გამოხატული შავი მზე, სოლეილ ნუარ, შავი მზე, მელანქოლიის ანგელოზი, რომელიც ამ ნახატის მთავარი არის ქარის ეს ალქიმიური შავი მზე და ძალიან საინტერესო კიდე ალქიმიკოსების შავი მზე და მაგიური კვადრატი კიდე ეგეც ძალიან საინტერესოა და კიდე ბევრი ესეთი მომენტი არის ამ გრავიურაზე. შემდეგ ეს მელანქოლიის შავი მზე უკვე გვხვდება პრესიმბოლისტ პოეტთან ბოდლერი მოგეხსენებათ დაიბადა 21-ში მასზე უფროსი იყო მთელი თაობით ჟერარ დე ნერვალი რომელიც გაიაზრება ბოდლერიც ახლა პირობითად ვამბობთ სიმბოლისტი იმიტომ რომ სიმბოლიზმი მოგეხსენებათ იწყება სიმბოლისტური მოძრაობა ჟან მორეასის ცნობილი მანიფესტიდან და ეს არის მე-19 საუკუნის 70-იანი, 80-იანი, 90-იანი წლები ეს სიმბოლისტური მოძრაობის აქტიური ხანა. მე შემდეგ გადავიდა სიმბოლიზმი გერმანიაში, რუსეთში, საქართველოში, ინგლისში მეტნაკლებად, თუმცა ინგლისში მაინც სხვა სურათი გვაქვს და ჟერარ დე ნერვალს აქვს ესეთი ლექსი სონეტი ელ დესტიჩადო ესპანურა სათაური აქვს სადაც არის ნახსენები სწორედ ეს მელანქოლიის შავი მზე სოლეილ ნუარ მელანქოლი ჩამოვალ მზეთა ბლოვიარება გალაქსიონთან აი მოდის აქედან ჩამოვალ მზეთა ბლოვიარება ჟერარ დე ნერვალი თარგმნილი აქვს ვალერიან გაფრიდაშვილს რამდენიმე ლექსი და შეიძლება ითქვას რომ ნერვალი გარდაიცვალა 55-ში, გარდაიცვალა ტრაგიკულად დაიღო, თავი მოიკლა 55-ში. 52-ში უკაცრავად 52-ში. თავი ჩამოიხრჩო. მისი ბოლო ნაწერები და თვითონ მისი ბიოგრაფიაც სერიოზული ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საინტერესო რა არის, რომ მისი ეს ბოლო ნაწარმოები აურელია არის საინტერესო რითი რომ კი ფსიქიატრიულშიც იწვა გამოიქცა შემდეგ თავი ჩამორჩა მაგრამ ამავე დროს აშკარად ხედავთ რომ ეს ავტორი წერალი პოეტი ამავე დროს რაღაცნაირად ფლობს ამ დაავადებას თავის ამ დაავადებას ამ თავის დაავადებას ანუ მას
ეს დაახლოებით 100 გვერდამდე იქნება ის და როცა ამას კითხულობ, ну, ძალიან მოწონდათ სურეალისტებს. ეს ავრელია ჟერარ დე ნერვალის. ძალიან ისეთი რთული მომენტია გაიგო რა არის რეალური, რა არის რეალობა, რა არის წარმოსახვითი და არის ძალიან ისეთი ხათ ფიგურები, წითელი ფერი, ეს კოშმარები, თან ძალიან ისეთი რეალისტური მომენტებიც არის და მე პირველად რო ვკითხულობდი, ძალიან უცებ მივხვდი, რომ საშინლად იუნგიანურია და დავინტერესდი მაშინ ნეტა იუნგს აქვს თუ არა რამე ამაზე დაწერილი და აღმოჩნდა აქვს უფრო ზუსტად აქვს ლექცია, რომელიც გამოიცა რამდენიმე წლის წინ ჟერარ დე ნერვალის ავრელიაზე აშკარად იკვეთება იქ ეს არქეტიპები, კოლექტიური არაცნობიერის, როგორც იუნგი იტყო და უბრალოდ ძალიან საინტერესო ავტორია, როგორც ბიოგრაფიით, ასევე თვითონ თავის ჩამოხრჩობის გარკვეული ფორმითაც ხანდახან ადარებენ ხოლმე ვოტანის თავის ჩამოხრჩობას გახსოვთ ალბათ არის უფრო ზედაში ესეთი მომენტი ვოტანი იგივე ოდინი რომელიც თავს გაიგმირავს და ამ ეგრეთ წოდებულ კოსმიურ ხეზე იგდრასილზე არის ჩამოკიდებული 3 დღე და 3 ღამე და ამ პერიოდში ის იძენს რაღაც ესეთ ცოდნას ეზოტერულს თქვა და ასე. Ну ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ერთი ესეთი პოეტიკა მოდერნისტული არის დაკავშირებული სწორედ აი ამ ტიპის პოეტიკასთან, შეიძლება ვთქვათ პროტოსურეალისტური. რასაც ყველაზე თანმიმდევრულად განავითარებს ლოტრე ამონი, ისიდორ დიუკასი 54 წელს დაიბადა ურუგვაიში, 70 წელს გარდაიცვალა 26 წლის ასაკში. მასზე ბევრი რამ არ ვიცით. ავტორი არის ერთადერთი წიგნის მალდორორის სიმღერები. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროტოსურეალისტური პოეტიკა არის განვითარებული ამ წიგნში. მეორე ავტორი, რომელმაც მოგცა ესეთი მოდერნისტული პოეტიკის თავისი ვარიანტი არის მალარმე. ყველაზე უფრო გარეგნულად აბსოლუტურად ისეთი მისი ცხოვრება საკმაოდ ისეთი რო თქვათ არაფერი ისეთი არ ხდებოდა მის ცხოვრებაში, მალარმეს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ჰქონდა თავისი 4 შაბათობები, სადაც იკრიბებოდა ძალიან ბევრი საინტერესო პოეტი, ხელოვანი, დაწყებული მაგალითად პოლ ვალერიდან დამთავრებული კლოდ დებიუსით, რომელმაც მალარმეს ლექსზე ფაუნის შვადღისეული დასვენება ამაზე დაწერა ეკლოგა ეწოდება ვერგილიუსთან არის რადგან პასტორალური თემაა ფაუნი და ისე დასვენება ეკლოგა ეწოდება ვერგილიუსის პასტორალური თხზულება ეკლოგებისგან შედგება გეორგიკები გასავთ ბუკოლიკები და დებიუსიმ დაწერა ამაზე მუსიკა ძალიან საინტერესო იმპრესიონისტული ერთ-ერთი მაგის საპროგრამო ნაწარმოებია. ამავე დროს ამ შაბათობებს ესწრებოდა ინგლისელი, სწორედ ირლანდიელი პოეტი უილიამ ბატლერ იეიტსი. მალარმე არის ბოდლერის შემდეგი თაობა,
ბოდლერი არის დაბადებული 21-ში, მალარმე 42-ში თუ 44-ში, მეგონა 42-ში. ბერლინი და მალარმე დაახლოებით თანამტოლები არიან 2 წელი განსხვავება. იგივე თაობა არის ლოტრეამონ 44-შია დაბადებული. ოღონდ ის იმდენად ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო ძალიან ცოტა იცნობდა მას. თუ არ ვცდები ერთადერთი ცნობილი ადამიანი, ვინც მას იცნობდა, ეს იყო ლეონ ბლუა, ფრანგი მწერალი, პოეტი, შედარებით იმ პერიოდისათვის დიდხანს იცოცხლა 1917 წელს გარდაიცვალა 70 ხნის იყო. აი როგორც მახსოვს, ლეონ ბლუა ძალიან საინტერესო ავტორია, სხვა ხრივ ესეთი ძალიან რელიგიური, ეკლესიური, განსაკუთრებით ცნობილი არის მისი დღიური. ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი და მართლაც ესეა ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო სულიერი გამოცდილების ამსახველი ადამიანის სულიერი გამოცდილების ამსახველი დღიური. ბევრი არ არის ესეთი. თუმცა ახლა დღიურებს ბევრი წერდა, მაგრამ აი ის რომ ესე ინტენსიური სულიერი ცხოვრება ესე გადმოცემული იყოს თან ძალიან ესეთ ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ლიტერატურული ენით იშვიათობაა. მოკლედ მალარმე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰერმეტული პოეტი ბნელწერით. თუ შეიძლება ასე ითქვას, მისთვის რაც არის დამახსოვრებული ბნელწერა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 2 მისი ნაწარმოები ესე იგი იგიტურ ლათინური სათაური და მეორე ქართულად რო გამიფარგლოთ ქვია კოჭების სროლა. ძალიან ძალიან საინტერესო არის ყველანაირად პოლიგრაფიულადაც როგორც არის ის დაბეჭდილი ფაქტობრივად ეს არის აი მომავალი ავანგარდის გარკვეული აზრით პრეფიგურაცია. აი როგორც გამოსცემდნენ ყველაზე უფრო ისეთი რომ გავხსენოთ ხო ყველაზე ავანგარდისტული ჩვენი ილიასდი 20 წლებში პარიზში პიკასოს გრაფიკით გამოდიოდა ძალიან სხვათა შორის აქაც თბილისშიც რამდენიმეა გამოცემული ესეთი აი თითო გვერდზე რო თითო წინადადება კი არა სიტყვა როა. მოკლედ ძალიან საინტერესო არის პოლიგრაფიულადაც მალარმეს ეს ტექსტი. არის თავისუფალი ლექსი ან რიტმული პროზა ძალიან ისეთი ალეგორიული თქვა და ასე ალეგორიულიც ახლა თქვა სწორი არ იქნება თუ ვიტყვით ან ჰერმეტული რომელიც აბსოლუტურად ორიენტირებულია რაზე აბსოლუტურად არ არის ორიენტირებული რომ ადამიანს რამე გააგებინოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აქ უნდა ვთქვათ გავუსვენოთ მეცაუკუნის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ლინგვისტისა და ლიტერატურაცოვნის რომან იაკობსონის ესეთი მოსაზრება რომ ენა არის კომუნიკაციის საშუალება. ენა არის გარკვეული კოდი, არის ადრესატი, არის ადრესანტი, A, B, ადრესანტი მიმართავს ადრესატს, გარკვეული კოდის მეშვეობით. როდესაც ლაპარაკია ყოველდღიურ ენაზე, ყოველდღიური ენა ორიენტირებულია რომ ადრესანტმა ადრესატს გააგებინოს გზავნილი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ლიტერატურას, აქ მთავარი არის არა ადრესატი ან ადრესანტი, არამედ თვითონ კოდი. და განსაკუთრებით ეს ეხება პოეზიას. პოეზია არის ის, რაც ორიენტირებული, თვით რეფერენციულია და სულაც არ არის ორიენტირებული გაგებაზე და გაგებინებაზე. როგორც იგივე ვერლენი იტყო და დანარჩენი ყველაფერი ლიტერატურა, პოეზია უპირველეს ყოვლისა. გავხსენ მას თარგმნა პოეზია უპირველეს ყოვლისა.
ან პოეზია არის კოდი, რომელიც არის ორიენტირებული საკუთარ თავზე, თვითრეფერენციალურია და არ არის ორიენტირებული არანაირ გაგებაზე. ნუ პრინციპში ეს არის მოდერნისტული პოეზიის მთავარი მომენტიც, რაც galaktiktanაც არჩეულებრივად ზუსტად არის გამხატული, რომელიც არაერთხელ გვეუბნება თავის პოეზიაში, რომ პოეზია სულაც არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანს რამე გააგებინოს პირიქით. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მალერმესთან მიმართებაში. როგორც ვერლენისადმი მიმართული ერთი წერილი გვეუბნება, ეს პირადი წერილია. სადაც მალარმე აყალიბებს თავისი შემოქმედების მთავარ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავარ ინტენციას. რომ პოეტი, როგორც ასეთი, მთელი ცხოვრება წერს ერთ ციკლს. მასში მიდის რაღაცა შინაგანი ალქიმიური მუშაობა და ავტორი აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია. მეორე ხარისხოვანი, მთავარი არის ეს ერთადერთი და განუმეორებელი უნიკალური წიგნი. და აი აქ ცოტა ხანი უნდა გავჭირდეთ, ესე იგი წიგნი, რომელიც არის რომელშიც არის მთელი სამყარო. ეს არ არის მალარმის რაღაცნაირი იდიოსინკრაზია და ახირება. სრულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად პოეტები ან მწერლები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ სხვადასხვა ტრადიციებში, აი დაახლოებით აი ამავე პერიოდში მე-19 საუკუნის 80-იანი წლები, მე-20 საუკუნის 20-იანი 30-იანი წლები, აი დრო და დრო ჩდება ეს ხატი ერთადერთი განუმეორებელი წიგნის, უნიკალური წიგნის, რომელიც ფაქტორად არის სამყარო. ძალიან საინტერესო მომენტია. კერძოდ 20-იან წლებში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფიგურა, ლიტერატურაცოდნე, ფილოლოგი ერნსტ რობერტ კურციუსი, რომელიც ამავე დროს იყო ძალიან ესეთი მე ესე ვიტყოდი კრიტიკოსი, რომელსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი ინტუიცია. ნუ კრიტიკოსი რას ნიშნავს? კრიტიკოსი ნიშნავს იმას, რომ აი ჩდება რაღაცა ლიტერატურული ფაქტი და შენ ამას აქცევ ყურადღებას, ანუ რაღაც ლიტერატურული ტრადიცია კი არ გეუბნება, რომ ეს კარგია ან ცუდია, ან აი გამოჩნდა ვიღაცა და შენ მას აძლევ შეფასებას, ხედავ, რომ ეს დიდი მოვლენაა. აი კურციუსს ჰქონდა ესეთი ფანტასტიკური უნარი, დაინახა იმ წამსვე, აი რაღაცა გამოვიდა და უცებ ესეთი მან შეამჩნია ჯოისი. ჯოისმა როცა უვლისე გამოსცა, დაწერა აი ეს ტექსტი, ახლა რომლის ციტირებაც მე მინდა, და რას ამბობს ახლა კურციუსი, რა არის საინტერესო. აი რო წაიკითხავთ ამ მთელ რომანსო, ნახავთო, რომ რა არ არის ამ რომანში. ამ რომანში ფაქტობრივად არის ყველაფერიო. ერთი მხრივ არის და მართლაც ესეა გარკვეული თავი, რომელშიც არის პაროდირებული მთელი ინგლისური ლიტერატურული ენა დაწყებული ბეოვულფიდან დამთავრებული მე-19 საუკუნე. არის ეპიზოდი, რომელიც დრამატურგულად არის დაწერილი, სექციას ეპიზოდი, რომელიც საოცრად ფაქტობრივად არის მიბაძვა და იმიტაცია ფლობერის წმინდა ანტონის ცნუნება, ფლობერის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ტექსტი. თავიდან ბოლომდე არის ახალი ოდისეა, ხო? Bloomsday. არის ადგილები, რომლებიც არის დაწერილი აბსოლუტურად ესეთი არქაული ბიბლიურები. ანუ ეს არის წიგნი, რომელშიც არის ყველაფერი, რომელიც არის ეხლა ეს კურციუსის სიტყვებია, საოცრად ამპარტავანი ადამიანის, რომელსაც უნდა ყველაფერი მოიცვას,
საოცრად ამ პარტამენტის არასდროს ამაყი მარტოსული ადამიანის ერთადერთი წიგნი, ანუ რა, ბიბლია. ყველა წერს თავის ბიბლიას. ხლებნიკოვი, ვიქტორ ხლებნიკოვი, რუსი ფუტურისტი, თავის პოემაში, რომელსაც ქვია აზი იუზი, არის ესეთი ადგილი, რომ აი როგორ კოცონზე წვებიან ბიბლია, ყურანი, ვედები, ინკების და აცტეკების წიგნები, ყველა დიდი რელიგიის წიგნი ამ კოცონზე იწვის, ეს ყველაფერი თვითონ წვებიან ამ კოცონზე, ეს კოცონი არის როგორც სამსხვერპლო კოცონი რიტუალური, რათა მოვიდეს ერთადერთი წიგნი. და ეს წიგნი არის ხლებნიკოვის წიგნი, რომელიც იწერება ზღვების და ღრუბლების და სტიქიების მეშვეობით, ანუ ერთადერთი განუმეორებელი წიგნი. გალაქტიონი მშვიდობის წიგნი, ერთადერთი წიგნი, რომელშიც არის მთელი ქართული პოეზია და თავიდან არის დაწერილი ვეფხისტყაოსანი. და ერთადერთი განუმეორებელი მშვიდობის წიგნი, ну, გარეგნულად ესე არის თითქოს, ну, მშვიდობა რას ნიშნავს, ხო? ერთი მხრივ ძალიან დიდი ხანი წერდა, 20 წელი წერდა მე მგონი. მეშვიდე ტომი არის იმისი, მექვსე ტომი. ეგრეთ წოდებული ლორდ კიფანიძესეული, იოსებ ლორდ კიფანიძესეული 12 ტომეულის. სადაც ამ მშვიდობის წიგნის პერსონაჟები არიან ტარიელი, ავთანდილი, ლუარსაბი, მთელი ქართული ლიტერატურა ვფრთხილს ნიშნავს. მე შეეცადა ეს გაემეორებინა, ეს არ ვიცი, ოღონდ ახლა გიმარგველაშვილმა ალბათ იცოდა გალაქტიონის. გიმარგველაშვილი კი გერმანელი წერალია, გერმანულად წერდა და მას აქვს იგივე რომანი, სადაც ვეფხისტყაოსნის გმირები ხვდებიან ცუდ თარგმანში. და ყველა ცდილობს, რომ გადმოვიდეს ორიგინალში და ერთიანდებიან ეს ქაჯებიც მათ შორის. ეს ტიპური პოსტმოდერნი, ტიპური მეტაფიქშენ, მთელი მისი შემოქმედება, ცხონებული მარგველაშვილის იყო აი ეს ლიტერატურულ გულისხმობ, აი წიგნი, ავტორი, პერსონაჟი ამ წიგნში, ქართულად თორსტები თარგმნილია მუცალი, სადაც სინგლის სხვა ურთიერთობებია. ხო, ერთი აქვს ესეთი მოგეხსენებათ ბავშვობის ნარატივი არის ორ სახარებაში. მათეს სახარებაში და ლუკას სახარებაში. ერთი არის დაწერილი ევანგელისტი point of view, ევანგელისტის არის იოსების მხრიდან წერს, როგორც ჩანს ის ვინც ამას წერდა, ახლოს იყო იოსების ოჯახთან, მის მეორე თაობასთან. იმიტომ რომ თავად ეს სახარება როგორც ჩანს არის დაწერილი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რადგანაც სიქარის, ტაძრის დანგრევაზე ლაპარაკი, რომ დაწერილია 70 წლის მერე. სინულში 70 წლამდე დაწერილი, ანუ ნამდვილად იყო ეს წინასწარმეტყველება, რომელიც ახლდა. ანუ არის დაწერილი სადღაც 50-იანი წლების ბოლოს, პირველი საუკუნის. ანუ ჩვენი უფლისა და მაცხოვარის ჯვარცმისა და ამაღლების შემდეგ დაახლოებით ესე 10-15 წლის მერე არის დაწერილი. საინტერესო რა არის, რომ აქ არის ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, მოგვთა თაყვანისმცემლის ადორაციო მაგი, მოგვები, ან მეფეები, ასტროლოგები მოდიან აღმოსავლეთიდან, რადგანაც იხილეს ენ ანატოლე, ანუ ბერძნულად არის ესე, რომ ამომავალი ვარსკვლავი იხილეს. ჩვენ აღმოსავლეთიდან და სინამდვილეში ცოტა სხვანაირად არის, ესე იგი ვარსკვლავი, რომელიც ესე ამოდის. საიდან მოდიან, რამდენი არიან, არავინ არ ვიცით, იმიტომ რომ ვამობთ 3, იმიტომ რომ 3 საჩუქარია.
მაგრამ არსებობს გადმოცემები, რომ არის 40. ყოველ შემთხვევაში მაგალითად ამ მეოთხე მოგზზე აქ დაწერილი მთელი რომანი მე-20 საუკუნის 21 წელს გადმოვიდა ახალ გარდაეცვალა შესანიშნავი ფრანგი მწერალი მიშელ ტურნიე რომელსაც აქ დაწერილი სწორედ ესე იგი ესეთი რომანი ბალთაზარი მელქიორე კასპარი და არ კიდე მეოთხე მეფე ტაური რომელიც უაგვიანებს და არის კიდე ეს გადმოცემა ბავშვობაზე, ოღონდ ეს არის point of view მარიამის ლუკა ვიცით რომ ეს არის პავლეს მოწაფე, პავლეს გარემოცვაში საქმე მოციქულთას მეოთხე სახარების ავტორი, უკაცრავად მესამე სახარების ავტორი და საქმე მოციქულთას ავტორი ერთ-იგივე პიროვნება და თვითონ ამბობს ამას რომ თვითონ თეოფილე რომ მიმართავს მე რო აგზელებს ამას აი შემდეგ რაც მოხდა და ის არის მოგესალმებით მე-9 თავში პირველად ჩდება მერვე თავში პირველად ჩდება პავლე სავლე როდესაც ჩაკულავენ სტეფანეს მე-7 თავი უკაცრავად მერვე უკვე ფილიპეზეა ოღონდ ეს არის არა მოციქული არამედ ეს არის დიაკვანი და მე-9-ში არის მისი მოქცევა, სავლეს მოქცევა და მოკლედ მე-13 თავიდან უკვე მთლიანად პავლეზე გადადის მე-13-დან 22 თავების ჩათვლით ლუკა დაყვება პავლეს და პირველი პირითაც ლაპარაკობს, რა ჩვენ მე ესე აქეთ წავიდით, აქეთ წამოედით. ხო. მოკლედ ლუკას ახარებაში არ არის ის ეპიზოდი, რაც არის მოხდა თაგვანისების, როდესაც მოვლენეს მოგვები იერუსალიმში რომ მეფე დაიბადაო და შეწუნდება მეფე ჰეროდეს და ხალხიც და სადღაც დაბადებული იყო და ნუ ჩაიხედავენ იმ წიგნებში და ბეთლემი წერია რომ ბეთლემში ნუ მოგეხსენებთ ამოწყვიტა ჰეროდემ ბავშვები 2 წლამდე აი ეს ეპიზოდი არ არის ლუკას ახარებაში და რამდენად ვილაპარაკე ცხონებულ გივი მარგველაში დაწერილი ესეთი ტექსტი სადაც ბავშვები გადაყავს ლუკას სახარებიდან მათეს სახარებაში რომ მათეს სახარებიდან ლუკას სახარებაში ბავშვები არ დაიხო ძალიან ესეთი კაცი იყო ძალიან საყვარელი კაცი იყო ესეთი არ უყვარდა ეს სისხლი და ესეთი რაღაცები და აი რაღაცნაირად მოკლედ ესე აგვაციო და ნიჭიერი კაცი იყო გარკვეული აზრით მოკლედ რის თქმა მინდა ავტოფიქცია ეს არის ძალიან ისეთი მომენტი მოდერნისტული პოეზიის პოეტიკის დამახასიათებელი ამ შემთხვევაში მე ხლა უკვე ვილაპარაკებ არა მხოლოდ პოეზიაზე არამედ მთლიანად ყველა ჟანრზე ესე იგი მეორე სტრატეგია ეს არის როდესაც ავტორი წერს მოდერნისტი ავტორი წერს ერთადერთ წიგნს, რომელიც არის როგორც ბიბლია. ესე იგი ლოტრიამონი, მალარმე, მესამე ეს არის არტურ რემბო, ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი. მისი ბიოგრაფია, აი თუ მალარმეს გარკვეული ბიოგრაფია არა აქვს, რემბოს აქვს ბიოგრაფია. აქვს ბიოგრაფია, ის მან იცოცხლა 37 წელი, მაგრამ როგორც პოეტმა შეწყვიტა წერა 19 წლის ასაკში. ანუ რაც გვაქვს მისი ნაწარმოებები, ნუ პოეტური სალექსო ფორმით დაწერილი და ბოლო ორი კრებული, რომელიც ძირითადად არის პროზა, რიტმული პროზა. მანქანა შეგნით არის სალექსო ფორმითაც არის გარკვეული ტექსტები, ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი პატარა წიგნი, ილუმინაციონ და მეორე ბოლო წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა მისი ავტორობით, ასე ქვია ფრანგულად un saison en enfer. ქართულად ჩემი აზრით
ყველაზე უპრიანი იქნებოდა, რომ ეს გადმოგვეთარგმნა ასე. ჯოჯოხეთში გატარებული დრო. ეს არის ძალიან ისეთი რადიკალური ტექსტი, როგორც დღეს ვყვართ ლაპარაკი. ერთდროულად არის საოცრად ანტიქრისტიანული, მაგრამ ამავე დროს საოცრად ქრისტიანული. როგორ? არის ერთდროულად ათეისტური, მაგრამ ამავე დროს ეს არის მისი კამათი და დიალოგი ღმერთთან. ერთდროულად არის საოცრად ანტიმორალური, მაგრამ ამავე დროს საოცრად ასკეტური. ამ კრებულის გარეშე წარმოუდგენელია მე-20 საუკუნის პოეზია, არა მხოლოდ სიურეალისტები, არამედ ისეთი პოეტები, როგორც არის მაგალითად ვლადიმერ მაიაკოვსკი და მისი ადრეული განსაკუთრებით ლირიკა და მისი ტრაგედია, მაიაკოვსკის სახით დაწერილი ტრაგედია, მოსახლე ვლადიმერ მაიაკოვსკი, რომლის თავი მოქმედი არის თვითონ. რემბოს გარეშე უბრალოდ ესეთი რამ ესეთი ექსპერიმენტები, რაც პრინციპში ყველაფერი რადიკალური, რაც ხშირად გონია რომ პირველად ხდება, ხო არ დაკავშირებული სწორედ ამ სამ პოეტთან, ვინც დავასახელე, ლოტრეამონი, მალარმე და რემბო. მეოთხე არის ძალიან საინტერესო მოვლენა, ეს არის ვერლენი, რომელმაც თავის ეს კლასიკურ ხო, მაგალითად ის გალაქტიონერი ძალიან დავალებული ბერლინისგან გამომდინარე, რომ წერდა, რომ თავის ჭიანურებში ხშირად ვეგონებ ვერლენს როგორც დაღუპულ მამას. კი, რაღაც აზრით, კი. ჩამოომზე თან ბლოვიარება ვახსენე, ხო გახსოვთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვერლენთან რა. ვერლენმა შემოიტანა დავიწყებული პლასტი ევროპული კულტურის, ეგრეთ წოდებული კომედია დელარტეს ფიგურები, პიერო, კოლომბინა, არლეკინი. და გაავსო კარნავალური ამ ფიგურებით თავის პოეზია, შემდეგ ეს გადავიდა ბლოკთან, შემდეგ ეს გადავიდა ასევე გალაქტიონთან. მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე მან შეასრულა საოცარი კულბიტი და ესეთი მოდერნისტული ესეთი ტიპის ანტირელიგიური და ანტიქრისტიანული პოეზიიდან დაუბრუნდა ბავშვობას იმაზრით, რომ იზრდებოდა ძალიან ღვთისმოსავ ოჯახში, ბოლო 10 წელი წერდა ფაქტობრივად ჰიმნებს განსაკუთრებით ღვთისმშობლისადმი, ვერლენი. რსმენეში ჩავარდა და მოიქცა. ეს 4 მე ესე ვიტყოდი პოეტიკა და პოეტის 4 ტიპი გამეორდება შემდგომში კიდევ ზუსტად 20 წლის მერე და აქ დავასახელებ გარკვეულ 4-ს ძალიან საინტერესო 4-ს ჩემი აზრით. ეს არის აპოლინერი, ეს უკვე შემდეგი თაობაა. შემდეგი თაობაა, კარგა შემდეგი თაობა, ესე იგი, ეხლა მე ვისაც ვლაპარაკობ, თლად შვილები არ არიან, მაგრამ შუაში, 35-40 წელი არის განსხვავება. აპოლინერი, გიომ აპოლინერი, რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს არის რემბოსთან. მათ შორის არის რელიგიური თემატიკის გადათამაშებით, განსაკუთრებით მისი ზონა. ესეთი გრძელი ლექსი. ლირიკული პოემა. ლირიკული პოემა საერთოდ ძალიან ისეთი რამეა. პარადოქსული რაღაცაა, როცა ვამბობთ პოემა ყოველთვის არის ეპიკური და როცა ვამბობთ ლირიკული პოემა, რას ნიშნავს ლირიკული პოემა? ესე იგი, გრძელი ლირიკული ლექსი. ძალიან რთული საკითხია. ესე იგი, მაგრამ მეორე მხრივ ახლა გალაქტიონის ჟანრი რო ავიღოთ, არის პოემა, არის ლირიკული პოემა. ვიღაცა იტყვის, რომ ეს არის fiction. უბრალოდ non-fiction გარკვეული აზრით. თუმცა იქ არის ლირიკული მე, რომელიც დროდადრო იჭრება თავის საკუთარ ამ რევოლუციურ ნარატივში, ხო? გალაქტიონი რევოლუციის
ოქტომბრის რევოლუციის პერიოდში იყო მოსკოვში და ლენინგრადში, პეტერბურგში. და ამ ყველაფერს შეესწრო. ეს აღნიშნულოვანია გავრცელებული რევოლუციის პოეტია. და შეუძლებელია მისი პირველი პოეტია, რომელმაც ახსენა ლენინი თავის ლექსში ყოველგვარი დაძალების გარეშე. ჩვენმა დროებითმა მთავრობამ თუ რა ქვია მენშევიკურმა ხელისუფლებამ ჩამოვიდა გაჩხრიკეს და ცოლ ყავდა რევოლუციონერი, მაგრამ თვითონაც საკმაოდ ისეთი რევოლუციური პოეტი იყო. და ამბობს თავის ამ წიგნზე, რომ პროლოგი 100 ლექსის იქ ამ ბოლოს შესთავრდება, რომ მომენტანო საქართველოში ამბავი ქვეყნის გადარჩენისა, რომ და ეს მისი მთავარი მესიჯი არის რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუცია და არა გადატრიალება. უნდა გითხრათ, რომ ყველა იყო საშინელი რევოლუციონერი, მაგალითად რემბო და ბერლენი იყვნენ პარიზის კომუნის მონაწილეები. ასევე თანაუგრძნობდა კომუნას ვიქტორ ჰიუგო. ბოდლერი ვერ მოესწრო, უფრო ადრე მოკვდა, მაგრამ ისიც მიიღებდა მონაწილეობას. არა, რეაქციონერი პოეტებიც იყვნენ, ახლა შევეცდები ამ ისინიც ვახსენ. კლოდელი ჟამის უარესი. გახსოვთ? ჩვენ პოეტები საქართველოს გაუქმების ლექსია, სადაც ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლის, ჩვენ პოეტები საქართველოსზე დასახლებული ყავს 3 ობსკურანტი საშინელი რეაქციონერი. პოეტი კლოდელი ჟამი სიუარესი. ლაპარაკია პოლ კლოდელზე, ფრანსის ჟამზე, სიუარეს, ასევე ფრანგი პოეტია ესპანური წარმოშობის. ეს პირველი ორი საშინელი, მესამეც. პირველი ორი ძალიან კარგი დიდი პოეტები არიან, კათოლიკე პოეტები, რეაქციონერები ცხადია. და აი თუ აპოლინერი ეს არის რემბო, კლოდელი ეს არის ახალი ბერლენი. უნდა გითხრათ, რომ კლოდელი იყო დაბადებული 68-ში, ანუ რეალურად კლოდელი არის შვილი, შვილების თაობაა. თუ მალარმე, ლოტრეამონი და ბერლენი არიან დაბადებული 40-იან წლებში, ნუ რემბომაც პატარა იყო, 53-ში დაიბადა და კლოდელმა რო წერა დაიწყო, რემბო ისევ გამოჩნდა პარიზში. რას აკეთებდა 20 წელი? 20 წელი დადიოდა აფრიკაში, მონებს შავ ზანგებს ყიდდა, ფულს აკეთებდა, ბოლოს ზანგების ვაჭრობით იყო დაკავებული ყველაფერთან. და ოქროს მოპოვებით, ბოლოს ეს თავისი რაც მოიპოვა, ეს ოქრო გადაადნო ერთ დიდ ქამრად და ეს ჰქონდა წელზე შემორტყმული. ესე დაბრუნდა პარიზში, მაგრამ ეს ოქრო, როდესაც ტანს ეხება, მოკლედ განგრენა დაემართა და ორი ფეხი მოკვეთეს და ესე მოკვდა ძალიან ტრაგიკულად. თავის დას ყავს დახატული რემბო სიკვდილის წინ აგონიაში. აი ცალფეხი მოჭრილი რაღაც. არაფერი არ დაუწერია გარდა იმისა, რამდენი ზანგი გაყიდა და რა ფასი. ეხლა ცოტა უღირებას ვაკეთებ, მაგრამ დაახლოებით ეგეთი სიტუაცია გვაქვს. 27 წელსაც 19 წელს მე ისე ვგეუბნები, ბოლო მაგის წიგნი არის un saison un enfer ამ ჯოჯოხეთში გატარებული დრო, სადაც ნუ რა თქმა უნდა ნარკოტიკები, რა თქმა უნდა, ანუ ეს ყველაფერი ნუ ერთ-ერთი პირველი პოეტი, რომელიც ოპიუმს იყენებდა შტაგონებისათვის, იყო ტომას დე კვინსი, თუმცა კოლრიჯი, შემდეგ უკვე ბოდლერს აქვს დაწერილი მთელი ტექსტი, სხვადასხვა ნარკოტიკი როგორ გავლენას ახდენს მასზე. ამას ქვია ხელოვნური სამოთხე. არა, ფანტაზიის სტიმულირება მას აინტერესებს, როგორც შემდეგ აინტერესებს 60-იან წლებში უილიამ ბეროუს, პანკ მწერალს, კერუაკის მეგობარს, რა ზემოქმედებას. სხვა ჯერეს არა მარტო ეს მემარცხენეებისთვის არის დამხსნელი, მემარჯვენეებისთვისაც, კერძოდ მაგალითად ერნსტ იუნგერი, რომელიც იყო კონსერვატორული რევოლუციის ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელი, ვერმახტის გენერალი როგორც ოფიცერი, მას აქვს მთელი წიგნი დაწერილი, დიდი წიგნი, ნარკოტიკების ზემოქმედება
არა იმდენ ფანტაზია, აქ საინტერესო რა მომენტია იცით, ეგრეთ წოდებული ფსიქოტროპული ზემოქმედება და ხელოვნური სამოთხე ამიტომ, ანუ საინტერესო რა არის ამ შემთხვევაში, რა ვიზიონებს და რა განცდებს იწვევს ესა თუ ის მოკლედ ნარკოტიკი. მთელი ტრადიცია ის პერუულ ლიტერატურაში, ეხლა ალბათ LSD ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და ყველაზე უფრო გავრცელებული მილუშ ფორმანის ფილმი ყველას გექნებათ ნანახი ჰეა, სადაც პაროდირებული ევქარისტია, სადაც ასე ვთქვათ მოდელი შავი მესის დროს ეს იჩოქებენ და პირში LSD-ს უდებს და შემდეგ რეები ხდება, ხო, ჰარე კრიშნას მოტივებზე. მილუშ ფორმანი ერთ-ერთი მე-20 საუკუნის მოკვდა მილუშ ფორმანი ჩეხური წარმოშობის, ჩეხურ ებრაული წარმოშობის რეჟისორი, რომელიც წავიდა შეერთებულ შტატებში. ძალიან კარგი ფილმები აქვს ჩეხეთის პერიოდში გადაღებული, ესეთი ჩეხური სურეალიზმი არის ძალიან საინტერესო. ვერა ჰიტილოვა, ირჟე მენცელი, მილუშ ფორმანი, ვერა ჰიტილოვა დარჩა, მე უკვე 68 წლის რეაქციის მერე თითქმის აღარ იღებდა, მანამდე გადაღებული ესეთი სურეალისტური ტიპის ანტინარატიული ძალიან ესეთი ექსპერიმენტალური მარგარიტკი მგონი ზიზილები ქართულზე სიტარგმნობა და რაც შეეხება მილუშ ფორმანს ჩეხურ პერიოდში გადაღებული რამდენიმე ძალიან საინტერესო ფილმი, ერთი შავი პეტრე, მეორე ესე ქართულად ესე იქნება იწვის ჩემო ქალიშვილო, იწვის მძიმე სატირულ გროტესკული ძალიან საინტერესო. იქ რო წავიდა გადაიღო ალბათ ყველასგან პირველი ფილმი იყო Taking Off, მეორე ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ეგრეთ წოდებული ვიღაცა გუგულის ბუდეს გადაუფრინა. კენკიზის ასევე ავტორი, რომელიც არის დაკავშირებული პანკ და ბიტნიკების მოძრაობასთან, აქ ძალიან საინტერესო მომენტია აქაც ნარკოტიკების ზემოქმედება და მისი როლი კენკიზის, მილუშ ფორმანი და შემდეგ უკვე არის ანტივიეტნამური ფილმი ჰეა თმები, ცნობილი როკ ოპერა ენდრუ ლოიდ ვებერის, ვინც დაწერა Jesus Christ Superstar. მე მგონი მისივეა ეს ჰეა თორე. და მეკრანიზირებული მილუშ ფორმანის მიერ. მოკლედ ის მამინდა, ესე იგი აპოლინერი როგორც რემბოს ინკარნაცია. ისე რემბოს მოესწრო აპოლინერი, უკაცრავად კლოდელი, აპოლინერი როგორც კლოდელი, ისიც მოესწრო რემბოს, აპოლინერი არის 80-იანი, ანუ რემბო ტრაგიკულად დაიღუპა თუ ის დაიბადა 53 წელს, 27 ეს არის 80. ნუ პატარა იყო და კლოდელი კლოდელმა იცოდა რომ რემბო დაბრუნდა, ყველა აი როგორი მომენტია იცით, აი დაბრუნდა გენიალური ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს საკუთარ შემოქმედებასთან. და არ საინტერესებს ეს. ეს არის ძალიან ესეთი მომენტი. ისმეთ. სენ-ჟონ პერსი. ეს უკვე არის აი ნამდვილ თლად შვილიშვილები არ არის 97-ში დაბადებული, ეს არის თეთრი უკაცრავად თავისუფალი ლექსის ნამდვილი დიდოსტატი, დიდი პოემების ავტორი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი, თუმცა ბევრი აქვს Exiles, მაგრამ აი ანა ბასისი რატო? იმიტომ რომ ანა ბასისი ეს არის ქსენოფონტეს ცნობილი ისტორიული ნაწარმოები, როდესაც
ბერძნები დამარცხდებიან სპარსელებთან და ეს ანაბასისი ნიშნავს აღმასვლა, ესე იგი აყვებიან ხმელთაშუა ზღვის იმას. კატაბასისი ნიშნავს გამოჩვენ ანაბასისი. ანაბასისი, ну ერთ-ერთი ყველაზე უფრო მესე ვიტყვით, ხაშოს გევგი ეჭკორს აქვს თარგმნილი ქართულად. მე ვახსენე წინა გევგი ეჭკორი შესანიშნავი ქართული პოეტი გარდაიცვალა და მას აქვს ქართულად თარგმნილი. ну თლიანად არა, მაგრამ ისეთი ძალიან საინტერესოა, კაი თარგმანებია. გივის კონდა რაც ისეთი შეღწევის გენიალურად აქვს თარგმნილი ვერლენის ერთი ლექსი, აბსოლუტური შედევრია. სენ-ჟონ პერსი. სენ-ჟონ პერსი რა თქმა უნდა არის მალარმე, რომელიც არის ყველაზე უფრო ჰერმეტული, ყველაზე უფრო ბნელი და ასევე ასეთი მეტეორული საინტერესო მოდულაციები. ვერლენი კლოდელი, აპოლინერი რემბო, ვინ არის ლოტრეამონი. მესე ვიტყვი, ლოტრეამონი განაწილდა ამათ შორის, თუ ვინმე არის ლოტრეამონი, ესე იგი თავისი სურეალიზმი, მთელი სურეალიზმი ეს არის ლოტრეამონი. ანუ ანტინარატიული, კალეიდოსკოპური, კოშმარული, გროტესკული ვიზიონები. თუ კინოში გაინტერესებთ ეს, რა თქმა უნდა, ეს არის ადრეული რენე კლერი მექანიკური ბალეტი. ადრეული რენე კლერი. რენე კლერის შემოქმედება ორი პერიოდისგან შედგება, ადრეული და შემდეგ უკვე შუა მუნჯიკინოს პერიოდი და შემდეგ უკვე კლასიკური რენე კლერი, როგორც მასწავლებელი მთელი რიგი ისეთი რეჟისორისა, როგორც მაგალითად იყო ცხონებული შესანიშნავი ქართულ ფრანგული კინოს წარმომადგენელი ოთარ იოსელიანი. მე ვლაპარაკობ ადრეული რენე კლერის სურეალისტური. ჟან კოქტო თვითონ არის ამ პერიოდის მოვლენა. დაიბადა 89-ში, გარდაიცვალა 60-იან წლებში, ერთდროულად არჩეულებრივი პოეტი, არჩეულებრივი და გენიალური რეჟისორი. მისი მაგალითად ორი ორფეოსი პოეტის სიკვდილი, პოეტის სისხლი უკაცრავად, ორფეოსი და ორფეოსის ტესტამენტი. ну თუს ისე მომბობ ეს თაობა უკვე ის პერიოდი როცა კინო დაიბადა კინემატოგრაფი და ბევრი შემოქმედი არის კინოსთან ასე ხორცეულად დაკავშირებული როგორც კოქტო ისე მეორე ეს არის მეორე თაობა ეს არის სწორედ ეს თაობა აპოლინერი კლოდელი უფროსია ცოტა წინა თაობა 60 წელს არის დაბრძოლილი 72-ში შარლ პეგი მაგრამ თუ ამას გავაგრძელებთ და გადავიწათ სხვა სფეროებზე მოდერნისტული პერიოდის მაგალითად თეატრზე დავინახავთ რომ მე არ ვიცი ეს მართლა შეიძლება რაღაც არქეტიპებთან არის დაკავშირებული თუ ავიღებთ საბჭოთა კინოს თავარ კინოს საიდანაც იწყება რეალურად მე-20 საუკუნის კინემატოგრაფი თუმცა მანამდე იყო გერმანული ექსპრესიონიზმი მაგრამ თავისი შინაარსი თავისი მრავალფეროვნებით და თავისი პოეტიკური სტრატეგიების საბჭოთა კინო რა თქმა უნდა ყველა სხვა კინოზე მაღლა დგას განსაკუთრებით ეს ადრეული პერიოდი აი რა ვხედავთ კინო ეიზენშტაინი დოუჟაკო პუდოვკინი ძიგავერტოვი მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო რაც ხდება თეატრში ну თეატრი მოგეხსენებათ თეატრი როგორც ასეთი რასაც თქვა თანამედროვე თეატრი ეს არის სტანისლავსკი ჩეხოვი სტანისლავსკი თავისი სისტემით რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი თეატრის მათ შორის ბრეხტის ანტონენ არტო ან სხვების თუმცა არტო შეიძლება უფრო ორიგინალურია აი არტოზე მართლა ღირს ლაპარაკი ამარდაშვილი ну კიდე გვაქვს ჩვენ 4 ლექცია წინ შემდეგზე წავიკითხავ ორ ლექციას 45 წუთიანებს ორს და შემდეგ თითო-თითოს ჩვენ დაგვჭა ესე იგი
სტანისლავსკი და აი ესე 4 ვარიანტი. სტანისლავსკის პოსტ სტანისლავსკის ესე იგი 4 ვარიანტი, სტანისლავსკიდან მერხოლდი, ვახტანგოვი, ტაიროვი და მიხეილ ჩეხოვი. ეხლა ნახეთ რა ხდება. მერხოლდი მექანიკა, ვახტანგოვი კარნავალი, ეს ტურვა რეალურად მოდის არა ბრეხტიდან, არამედ ვახტანგოვიდან. და ყველა დანარჩენი ყველა ქვევით ვინც არის ეს ტურვას თაობა გონჩაროვი მოვი. ამათი აი ეფროსი ეს არის ტაიროვი ვახტანგოვთან შეჯვარებული. ან მიხეილ ჩეხოვთან. მესამე ტაიროვი კამერული, ანუ მიხეილ თუმანიშვილი ავითარებდა სწორედ ამ ტაიროვის რომელი მაშინ იცით აი ანტიგონიში მაგალითად.